სენტიმენტარული. ფოტო. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის. გამარჯობა. დავანერგოთ ასეთი ტრადიცია, რომ გამოვიწეროთ არხი მათ, ვისაც გამოწერილი არ გვაქვს. რაც შეეხება დღევანდელ კინოსურათს, სენტიმენტარულ ფოტო. რაც შეეხება დღევანდელ კინოსურათს სენტიმენტალურ ღირებულებას, ჩვენ Instagram story-ში ქონდა გამოკითხვა ფრანკენშტაინის განხილვის მოსმენა გერჩივნათ თუ ამ ფილმის და ამ ფილმმა გაიმარჯვა 62-38-ზე იყო და პროცენტული მაჩვენებელი იყო 62-38-ის წინააღმდეგ ამ ფილმის სასარგებლოდ. მოკლედ ფრანკენშტაინსაც გავიხილავთ, არის ფიქრობთ, რომ არის ფიქრობთ რაღაც თქვენ ინტერესებაში ხო თქვენ დაიჩაგრებთ, დუბლიორზე არავინ არ დაიჩაგრება. კარგი, მაშინ დავიწყოთ ამ ფილმზე საუბარი. ამ ფილმის რეჟისორი და ერთ-ერთი სცენარისტიც ამასთანავე არის იოაკიმ ტრიერი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა ფილმით ყველაზე საშინელი ადამიანი მთელ სამყაროში. ოსკარებზე შეაღწია ამ ფილმმა. შიგ ოსკარებში შევიდა და მთავარ როლს აქაც ასრულებს რენეტა რეინსვი თუ არ სვი თუ რა დალიე წვიმა ლევია. 4 მსახიობი შეგვიძლია ფილმში გამოვყოთ. ერთ-ერთი არის რენატა წვიმაკლავი. ელან სკარსგარდი, ხოსრო დომო სახელებში კაცრავად. ინგა ეს მარტივია. ინგა ლილიასი და ელ ფანინგი. ეს ფილმი გახდა კანის კინოფესტივალზე გრან-პრი მოიგო და ოქროს პალმის რტო. სხვა შორის ქართულ საზოგადოებაში ესო ამ სისულელესო რო გვაძლევენო რამესო ეს თუ ფილმია და მოკლედ ლანძღვა გინება არ დაუშულებიათ ამ ფილმის მიმართ. მე სხვა შორის ძალიან ველოდებოდი ამ ფილმს ტრეილერი რაც ნახე იმის მერე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ფილმები, რომლებიც ოჯახის დინამიკის და ოჯახური ურთიერთობების გარშემო ტრიალებს თემა და მაგ მხრივ ნამდვილად გამართლა იმედები ოჯახზე იყო. ვერ ვიტყვით რომ არის. ვერ ვიტყვით რომ ოჯახზე არ იყო. აი, მაგიტომ მაშინ რაზე არის? მოდი მგრძობია მაგიდან დავიწყოთ. სინოფსისი უწერია ოჯახის მოგონებებისა და ხელოვნების შერიგების ძალის ინტიმური შესწავლა. იმედია სწორად განვიხილავ. ხო. ჩემი შეფასება, ასე ვთქვათ, თუ რაზეა ეს ფილმი, ესეთი იყო ხელოვნების ძალა გააერთიანოს დაქუცმაცებული ოჯახები. ანუ რა თქმა უნდა, ხელოვნების ძალაზე ძალიან ბევრი არის ნასაუბრები ზოგადად და ყველამ ვიცით რომ ხელა ძალა აქვს ხელოვნებას, მაგრამ ერთ-ერთი რაც ამ ფილმში გამოჩნდა არის ეს, რომ როგორ შეუძლია ოჯახური ურთიერთობების აღდგენა. ჩემი პრობლემა არის მოგონებების ნაწილთან, მაგრამ თუ გინდა ჯერ შენ თქვი ამ თემაზე და მე ვილაპარაკოთ მოგონებების ნაწილზე. თემა საინტერესოა, რაღაც თან მithumetes იმ ადამიანებთან ერთად გავარ, ვისაც უყვარს ფილმები ხელოვნებაზე და ნუ განსაკუთრებით კინოში ძალიან მიყვარს რა. ესეც ჩანდა ფილმში, ესეც ჩანდა ფილმში კი არა, მთავარ მამოძრავებელი ძალა რეალურად ეს იყო. ასე მგონია, რომ აი მაგალითად ხო არის უკვდავი თემები და ერთ-ერთი არის მაგალითად, აი სიყვარული არის უკვდავი თემა, ომი არის უკვდავი თემა რაღაც. აი ეს ოჯახის თემაც არის უკვდავი, მაგრამ არ ვიცი შეიძლება იმიტომ რომ ისე ხშირად არის იღებენ ოჯახზე ფილმებს რამდენადაც სიყვარულზე და სიყვარულზე. ანუ აი სიყვარულს ხო რო ამბობ ხო, რეალურად ხო უნდა იგულისხმებოდეს მაგაში ყველანაირი სიყვარული და არა მარტო რომანტიკული და სექსუალური სიყვარული, მაგრამ ფილმების უმრავლესობა არის ზუსტად რომანტიკულ სიყვარულზე, ამიტომ როცა მეც ძალიან მიყვარს ოჯახურ სიყვარულზე და მეგობრულ სიყვარულზე ფილმები, იმიტომ რომ თითქოს მაინც იმასთან შედარებით ნაკლებობაა და თითქოს იმით არის დაჩრდილული და ეგ ჩემთვის ძალიან დიდი უსამართლობაა. სულ მიჩნდება ეგ უსამართლობის განცდა. ეს თემა რო აქ და ბურჯი არის ამ ფილმის, ეგ
ძალიან მომეწონა, რომ ასეთი რაღაც გადაწყვიტა. ხო, ახლა ვისაუბროთ თუმცებზეც. თუმცებზეც ვისაუბროთ აუცილებლად. ნორას პერსონაჟი, რომ პანიკური შეტევა რო აქვს, მოკლედ პერფორმანსამდე. ჩემი აზრით ფილმი უნდა დაწყებულიყო მან, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რაც მეზედმეტ ამ ფილმში იყო ის მოგონების სცენები და ის რითიც დაიწყო რეალურად ფილმი და მე კიდე ერთი მონაკვეთი იყო ეგეთი. სადაც ეს voice-overიც ამ ფილმის ზოგადი ხაზიდან იყო სრულიად ამოვარდნილი ჩემთვის, იმიტომ რომ ისედაც როგორ ვთქვა, არტისტული ფილმია და არა მეინსტრიმ ფილმი და ეგ თითქოს ძალიან უნდოდა რომ სხვა ლეველზე აეყვანა, იმიტომ რომ კადრებიც ისეთი იყო რაღაცა ჩრდილი და ის ანარეკლი და ამ შემდეგ ძალიან რაღაც არტისტული და ძალიან ისეთი და აი ჩემთვის რაღაცნაირად ძალიან ბევრი რამე დააკლო ფილმს პირიქით. ანუ მაგათ საერთოდ არ იყო საჭირო. კი, ანუ ეს voice-over მეც წითლად აქვს მონიშნული, იმიტომ რომ ეს ფილმი ცდილობს მაქსიმალურად იყოს, რაც არ უნდა თეატრალურ დადგმას გავდეს, ცდილობს რომ შეინარჩუნოს ნატურალიზმი და ბუნებრიობა რეალურ რეალობასთან რა. და ეს voice-over-ი იმდენად გაგდებს ამ ტონიდან, ზუსტად, სრულიად ძალიან არ იმთხოვა, ეს სულ სხვა რაღაც ხაზით მიდის და მესამე პერსში რო არის, აი მართლა ამელი გამახსენდა ეგრევე. ეს voice-over შეიძლება ეკუთვნოდეს სახლსო. იყო ასეთი ვერსია, ანუ სხვადასხვა თეორიები იყო და voice-over იყო სახლ და სახლი ყვება. ეგ კიდე უფრო მეტად აგდებს. ხო, ანუ ხაზიდან ეგ კიდე უფრო მეტად ურევს რა ამბავს. ანუ ამ ფილმში რაც მომეწონა რეალურად იყო, რომ არ ცდილობს, რომ ამათი ბავშვობის დეტალები გამოავლინოს დიალოგში და რაღაც ცელი დიალოგი რო იყოს, მაგალითად, აი როგორ ზრობდნენ თავს მამამ რომ მიატყოდა. ეგეთ რაღაცებს არ ცდილობს, ანუ არ არის ფოკუსირებული იმაზე რა იყო, არის ფოკუსირებული იმაზე როგორ გადაიჭრას ის პრობლემა, რაც იმან წარმოქმნა, რაც იყო. თითქოს უნდოდა რომ ეგ გაიკეთებინა და რაღაც ანუ დაიტოვებინა პერსონაჟებისთვის რაღაც მისტიკა ცოტა. მაგრამ თან თითქოს ბოლომდე ვერ გარისკა და რაღაცების ახსნა დაიწყო ამ მოგონებების ნაწილით, რაც ან ძალიან ზედმეტი იყო, ძალიან. ფილმის თავი პერსონაჟად მიჩნეული არის ნორა. ხო. და აი ეგ რო შემოაკ და თან თუ იმას დავუჯერებთ იმ თეორიას, რომ ეს voice-over-ი არის სახლი, მაშინ გამოდის, რომ სახლი ხდება მთავარი პერსონაჟი, მაგრამ მე სულ სხვა წარმოდგენა მაქვს, ვინ არის მთავარი პერსონაჟი ამ ფილმის. პანორამული ხედები და ექსტერიერის ხედები და ასეთი რაღაც ხო ამით იწყება თავიდან ფილმი. მნიშვნელოვანი იყო იმ ხრივ, რომ როგორია სახლი დასაწყისში და როგორი ხდება ბოლოს. გარდატეხა რაც ამ პერსონაჟების მთელი გარდატეხა და ამების მთელი გარდატეხა გამოხატული არის ამ სახლში. კი ბატონო, ეგ მომეწონა, მაგრამ ვერაფერში ვერ ვიყენებ იმ ინფორმაციას, რასაც მაძლევს. ხელოვნების ყველა დარგში, რომელიც თხრობას იყენებს, ესე უნდა იყოს, რომ ავტორს უნდა ქონდეს იმაზე მეტი ინფორმაცია პერსონაჟებზე, ვიდრე მკითხველს ან მაყურებელს უზიარებს და ეს თითქოს ისე ჩანდა, რომ ის ინფორმაციაც გაგვიზიარა, რაც თავისთვის უნდა დაეტოვებინა ამ პერსონაჟებთან დაკავშირებით. აი მით უმეტეს, რომ როცა გუსტავი თავის ფილმის გადაღებაზე მუშაობს და იქ იხსენებს წარსულიდან რაღაცებს რა, დედამისზე საუბრობს, იქ არიან გოგოების დედაზეც საუბარი, ანუ წარსულიდან ეს ვერბალურად პერსონაჟები ისედაც გაწვდიან. ხო, ოღონდ ანუ არა ისე რომ აი ზედეწეროს რომ აი ინფორმაციას გაწვდი იმისთვის რომ უფრო მეტი იცოდე. ანუ ეგ ძალიან კარგად არის გაკეთებული, ძალიან დახვეწილად. ხელოვნების ყველა ნიმუშის მთლიანობა და ერთიანობა არის ყველაზე მთავარი. შეიძლება დიდ საერთოს გეუნებოდეს ფილმი, მაგრამ თუ არის ერთიანი, კარგი სტრუქტურა, უკვე სიმპათიით ხარ განწყობილი მის მიმართ, ხო ეგრე. თუმცა სიმპათიით მე ამ ფილმის მიმართ ვარ განწყობილი. მაგ ორ მონაკვეთს დავუმატებდი ერთ პატარა სცენას, რომელმაც ამომაგდო ფილმის ტემპიდან, ეს იყო მამის და ორი შვილის სახეები ერთმანეთში ირევა და რაღაც ანუ შავი ბექგრაუნდი რო არის და ვიდეო არტის ვაიბი აქ არ ვიცი, ხო და აი ეგ ზუსტად იმ ორ მოგონებას უნდა მიაბადა ცალკე ფილმად უნდა გამოუშვა, იმიტომ რომ არაფერი შუაში არ არის ეგ. უბრალოდ
შუაში არის, მაგრამ ზედმეტი არა. თვითონ ეგ ეპიზოდი რას განასახიერებს, ხო, რომ რაღაც აღდგენა ერთმანეთ ამ ერთნაირიან ხო, ამ შვილების და მამის ერთმანეთში ცხოვრება და ერთმანეთის გარეშე ვერ ცხოვრება და მთელი ფილმი მაგაზე მაგით მთავრდება, რომ ეგ არის, ანუ ამ სიმბოლოს რაღაცა მიგდებ, მით უმეტეს, რომ ამ ფილმში სიმბოლოები არის კარგად ბლომად და თან კარგი ლამაზ საინტერესო სიმბოლოები. აი ეგ საბსტანციაში როგორც არის დასაწყისი, აი ზუსტად მაგას ვფიქრობდი. რაღაცაზე ცალკე არის დასაწყისი, ეპილოგი. ზუსტად ეგ თავში უნდა ჩაესო თუ ეგრე ძალიან უნდოდა და მერე უნდა დაიწყო ფილმი მაშინ. ხო. აი ეგ იქნებოდა ზუსტად სუბსტანციის ოღონდ კარგი სუბსტანციის კარგი ვერსია. ხო, ფენინგის პერსონაჟზე ხო არ ველაპარაკოთ. კი. ეს როლი რო არ შეესრულებინა ელ ფენინგს და შეესრულებინა სხვა ნებისმიერ კარგ მსახიობს, ელ ფენინგის პერსონამ განსაზღვრა ამ პერსონაჟის ასეთი ყურადღების მიქცევა, ხო? კი, იმიტომ რომ რეკლამირებაც ამ ფილმის ეგრე იყო, რომ აი ელ ფენინგი ამ როლში, ანუ მაგ მხრივ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, იმიტომ რომ და უფრო კიდე იმედგაცრუებული, საერთოდ ოსკარზე რატო ნომინირებული. პროფესიონალი მსახიობი ყველაფერს ასრულებს კარგად. ანუ ყველა პროფესიონალი მსახიობი ერთ წელიწადში, ვინც ფილმში მიიღებს მონაწილეობას, ყველა ნომინირებული უნდა იყოს. არა, ესე იგი, რის მიხედვით ვაძლევს ნომინაციებს, პერსონაჟის მიხედვით. პერსონაჟი რამდენად საინტერესოა, პერსონაჟი რამდენად კარგად მოირგო, რამდენად და რა როლი აქვს და საერთოდ არის ეს პერსონაჟი. და ეს პერსონაჟი ასეთი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, რომ მთელი კამპანია იმაზე იყო მართლა აშენებული, რომ გეგონება ეს იყო მთავარი და ის სამი პერსონაჟი ამ ადამიანის მხრებზე გადაიარა ამ ფილმმა. უცხოენოვანი ფილმია რეალურად და უცხოენოვან ფილმებში არის ნომინირებული ოსკარზეც და აი რამდენად აი ტარიპაჩები არიან, რომ მაინც ჰოლივუდის მაინც შეაყვეხეს და ინგას ბევრად მეტი ჰაიპი უნდა ჰქონოდა, იმიტომ რომ და კიდე კაი ნომინირებულია, თორემ მე ალბათ მე მართლა მექნებოდა ჩახი. თუ არაფერს მატებ შენ პერსონაჟს როგორც მსახიობი, მაშინ მოდი არც გადავიღოთ ფილმი და არც დავდგათ სპექტაკლი და უბრალოდ წავიკითხოთ ეს დაწერილი. ხო, ანუ რეალურად ეგრეა და ნიჭოს არ ვეძახით არც ერთი. უბრალოდ არა, ძალიან კარგად გააკეთა, რაც გააკეთა, მაგრამ უბრალოდ არაფერ შუაში არ იყო ეს ადამიანი. ანუ მაშინ გადავიდეთ სიუჟეტზე და პირველ რიგში ბერგმანთან რატომაც მიდიხარ, რომ ის რაც ამ კაცს ახასიათებდა, ერთ-ერთი მთავარი რაც არის, აი რაღაც ფარული ძალიან ქვედა ფენის გამოკვლევები, რაც გულისხმობს ფსიქოლოგიურ ხო ამ სიღრმეებს და ასე შემდეგ. ანუ ამას იკვლევს და ოჯახის რა ოჯახი ვავიღოთ ცალკე პერსონაჟად, აი მაგას. და აი ბარე მაშინ ამასაც ვიტყვი, სიუჟეტში გადის ესეც ოღონდ ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ამ ფილმის მთავარი პერსონაჟი არის ნორა, მაგრამ ჩემთვის მთავარი პერსონაჟი არის მთლიანი ოჯახი. ანუ ამ ოჯახს მე ვხედავ როგორც პერსონაჟს. ანუ ყველანი ბავშვობიდან ყალიბდებით, ანუ ბავშვობაში რაც ხდება ჩვენს თავს, ის გვაყალიბებს პიროვნებად და შესაბამისად დიდ გავლენას ახდენს მერე უკვე აი ზუსტად პირად ურთიერთობებში, ოჯახის გარე ურთიერთობებში რა დამოკიდებულება და რა დინამიკა გვაქვს სხვა ადამიანებთან და ეგეც ძალიან კარგად ჩანს, თითქოს ესეც კი მაგ საერთო თემის ნაწილი იყო და არ იყო ანუ ამოვარდნილი იმას ხო ანუ იმას ვერც იტყვი რომ ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ანუ ვერავინ იტყვის რომ აი რა მომცა ეხლა მე თუნდაც ამ ნორას საყვარლის ხაზმა სიუჟეტურმა ხაზმა იმიტომ რომ არა მარტო როგორც პერსონაჟზე არამედ მის ბავშვობაზეც და შესაბამისად ოჯახის წარსულზეც ძალიან ბევრი რაღაც მოგცა ჩემი აზრით და ბერგმანთან დაკავშირებით კიდე აი დიალოგები ვახსენეთ და ეს მიუხედავად იმისა რომ დიალოგები არ არის გაწერილი და რაღაც ფილმში ძალიან ბევრი დიალოგია ზუსტად მაგიტო რომ კარგად დაწერილი დიალოგებია კარგად დაწერილი დიდი დიალოგები მაგით უარიხლები და მაგით უარ გაღიზიანებს ეს დიალოგებიც ერთ-ერთი არის ეს ბერგმანთან მაგრამ ეს კინოსურად შეფასებული როგორც კინოსპექტაკლი აი ამიტომ არის ბერგმანის მონათესავე გარდა იმ პასაჟებისა ვიზუალური პასაჟებისა რაც პერსონაჟთან მიდის ეგრევე ხო ძალიან ერთ ტემპში მიმავალი ფილმია და ეს ტემპი არის საკმაოდ ისეთი გაწონასწორებული რაღაც ნელი არ არის მაგრამ საშუალო ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს კინოსპექტაკლი მით უფრო რომ კადრები რაც არის აღებული ხო ხა უცებ საოპერატორო იმას კი შევეხები მაგრამ ეს რაც არის აღებული
ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ან საშუალო ან შორ ხეთს და ეს ანუ რას გავს სცენაზე რო უყურებ სპექტაკლს მაგას ხო გავს ეს ცალ-ცალკე შეიძლება სხვა ფილმებში ასეთი რაღაცები დიდი ზომის შეხვდეს მაგრამ ეს ყველაფერი ერთად რო არის ეს უკვე ერთგვარად კინოსპექტაკლად აქცევს ნამდვილად რა პერსონაჟებზე ხარ მე მგონი გუსტავით დავიწყოთ სკასკარზე რო ვთქვათ ძალიან მიყვარს ეს კაცი ძალიან გულში მისის და როლების უმეტესობა რაც მისი შესრულებით მაქვს ნანახი არის ან მეორე ხარისხოვანი ან რაღაც საიდ ქერექტორი რო ქვია ან აი რაღაც ეგეთი და სულ გული მწყდებოდა და აი რთორში რო ერთ-ერთი ეპიზოდი ეს ამის პერსონაჟი რო გაგიჟდება და ლამის დედიშობი და ლამის კარ მეგონი მე ვაფშე საერთოდ დედიშობილას დატანტავებს რაღაც მეთქი ასეთი ეს უაზროული რაღაც ანუ არდა ძალიან საყვარელი როლია განრავე მაგრამ აი რაღაც გული დამეწვა რომ ეს კაცი ბევრად მე ამ კაცს შეეძლო ოდინი ეთამაშა მით უმეტეს რომ სორი მაგრამ სკანდინავიელია ხო ეს როლი არ ყვირის რა ანუ ისეთი როლი აქვს რომ არ ყვირის ძალიან ჩუმი შესრულება ანუ ხო არის ისეთი როლი რომელსაც უნდა იყოს ხო აი ფიზიკურად და ხო ანუ ეს უბრალოდ აი ან ფიზიკურად უნდა გამოხატო ძალიან ან რაღაც ემოციურად და ეს არ არის ეგეთი მაგრამ გონია რომ ესეთი როლის კარგად შესრულება შეიძლება უფრო რთული იყოს ვიდრე ისეთი დრამატულის რაც ვახსენე იმიტომ რომ აი თვალები აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობის პერსონაჟის თვალები და როცა მსახიობს შეუძლია თვალებით იმაზე მეტი გითხრას ვიდრე ხუთგვერდიანი მონოლოგით ეგ არის ძალიან დიდი რაღაც და ჩემი აზრით ეს ადამიანი არის ზუსტად ეგეთი მსახიობი და ამ როლშიც ეგეთი მსახიობობა ეგეთი შესრულება არის საჭირო შემოდის როგორც ცუდი მამა როდესაც ამ გოგონების დედა გარდაიცვლება და იქაც როგორც შემოდის რაღაც ვიგებთ რომ ესე იგი კონტაქტი არ აქვს ხო და უფრო უარყოფით პერსონაჟად ვეცნობით ოღონდ აქაც ეგ არის ეგ ძალიან საინტერესოა რომ ეს არ არის უარყოფითი პერსონაჟი რასაც აი ანტაგონისტი არ არის რა ხო იმიტომ რომ ანუ არ არის დახატული როგორც მოძალადე მამა არის როგორც თავისი საქმით შეპყრობილი ხელოვანი და რომ მაგის გამო არის თავის შვილებისგან დაშორებული ემოციურადაც და ნუ ფიზიკურად რა თქმა უნდა და აი რასაც ნურა დაუშვათ ითხოვს და რო იგებს რომ აგნეს თურმე აქვს რაღაც კონტაქტ რაღაც რა აგნეს აქვს კონტაქტი და ასე შემდეგ და მას რო არ აქვს და მას შორის რო ვერ შედგა ცოტა ოღონდ ისე გამოდის რა აი ხელოვანთა სნობიზმით რა ვიცი რა ქვია რომ ამ ადამიანს არ შეუძლია რომ ქონდეს ისეთ ჩვეულებრივი დიალოგი როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს გვაქვს ხოლმე რა სხვანაირი დიალოგით გესაუბრება ამ შემთხვევაში ეს სიტყვები რასაც გამოიყენებს ტონი რასაც გამოიყენებს ყველაფერი არის თავისი საქმე ან თავისი საქმით შეუძლია რომ ესაუბროს ნორას ან სხვანაირად არ შეუძლია მას არ შეუძლია რომ ჩვეულებრივად ელაპარაკოს ნორასთან მხოლოდ ასე შეუძლია ლაპარაკი და ბოლო ფილმის ბოლოს უკვე თვითონ რომ ფილმს იღებენ ასეც ჩანს რომ აი ელაპარაკენ ერთმანეთს ძალიან კარგად კიდე ნაჩვენები რამდენად განსხვავებული ბავშვობა შეიძლება ჰქონდეთ და გამოცდილება ერთი და იგივე ოჯახში გაზრდილ ადამიანებს აგნეს ნორა ყავდა როგორც ვთქვათ თვითონ დამცველი და ასე შემდეგ იმიტომ რომ ნორა უფროსი იყო მაგრამ ნორას სანამ აგნესი დაიბადებოდა და მე სანამ გაიზრდებოდა არავინ არ ყავდა, ვისაც სამ თავის ტკივილს, ოჯახიდან გამომდინარე ტკივილს გაუზიარებდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, რომ განსხვავებული ბავშვობა იქნებოდა და რა თქმა უნდა, ძალიან მაგრად არის ასახული ეგ თვითონ მათ ხასიათებში. ეგ არის, აი, არ ვიცი, ძალიან ბუნებრივი. ისე ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, აგნესი ასაკით პატარა, თითქოს როგორც პიროვნება გაზრდილი კი არ არის, რაღაც არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ თითქოს ნურას შეურაცხყოფა. ნაჩვენები მე მგონი, რომ ბავშვობაში ნორა იყო აგნესის მფარველი და ეხლა აგნესი არის ნორას მფარველი, იმიტომ რომ ის რაც ნორამ გადაიტანა და რაც აგნეს იმ დოზით არ გადაუტანია, ასაკიდან გამომდინარე, ნორას რა თქმა უნდა სხვანაირად დააწვა მერე მხრებზე და სხვანაირად გამოიხატა მის ხასიათში, მის დეპრესიაში და ასე შემდეგ და შესაბამისად აი ეგეც ძალიან ლამაზად იყო ნაჩვენები, როგორ შეიძლება დინამიკა შეიცვალოს დროის სვლასთან ერთად.
ერთ ვიტყვი კიდე გუსტავზე რა, ძალიან კაი პიროვნება მაგრად გამოჩნდა. სუ ბოლო სცენაში, რომელსაც შეიძლება ზოგიერთმა მაყურებელმა არ მიაქციოს ყურადღება. ფილმი რომ თავდება ეს რაღაც თვალებით დიალოგი რო აქვს ნურას და გუსტავს გვერდზე ვინც ზის. აი ეს ადამიანი ძალიან კარგად აჩვენებს ამ გუსტავის პიროვნებას რა და ეს ადამიანი არის ოპერატორი. გული დამწყდა რომ მივიდა თავის ამ მეგობარ ოპერატორთან და რომ დაინახა რომ კოჭლობდა და ფიზიკურად არ იყო კარგ მდგომარეობაში და ასე შემდეგ და ძალიან მისი მზერა ან გეუნება იმას რომ ამ ადამიანთან საქმეს არ დაიჭერს ამ ადამიანს არ ანდობს თავის ახალ ფილმის გადაღებას და თანამდროულად გაკიცხოს არ მინდოდა იმიტომ რომ აბსოლუტურად გასაგები არის მსგავსი რაღაცები რთული ანუ ესე მორალისტობა ძალიან მარტივი არის ზოგისთვის მაგრამ როცა ობიექტურობა გინდა მაშინ მორალისტობა აღარ არის მარტივი. ისიც შეიძლება მე მგონი დავინახოთ რომ შეიძლება იმას უფრო ფიქრობდა რომ სტუდია არ ანდობდა ესეთ ადამიანს ამ ფილმს იმიტომ რომ ანუ ეგეც ერთ-ერთი ქვეთემა ამ ფილმში ეს სტრიმინგ საიტები Netflix-ი და ამ შემდეგ და თვითონ ამ კაცსაც ხვეუბნება რომ Netflix-მას უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ოპერატორიო და შეიძლება ეგეც იყო მაგ მზერაში რომ გული დაწყდა, იმიტომ რომ იქამდე ხო ნათქვამი აქვს რომ მე მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვიღებ ჩემს ფილმებსა და თითქოს მან დიგრძნო რამდენი დრო გავიდა და რომ ოჯახი და მეგობრები რაღაცნაირად შემოეცალნენ გარშემო. კი, არა, ეგ მზერა ბევრ რაღაცას ამბობდა ის ბოლოს მის გვერდით რო ზის და რო ხედავ. არც არაფერს ამბობს, არც კამერა არ არის ორიენტირებული მასზე, რაღაც ძალიან ლამის გაბლარული ჩანს ეს კაცი. კიდე ერთი რაც მომეწონა გუსტავის პერსონაჟზე იყო, რომ წარმოჩენილია როგორც ტიპიური მექალთანე ხელოვანი რეჟისორი განსაკუთრებით. თავიდან რაღაცნაირად შემეშინდა, რომ ფენინგის პერსონაჟს, რა ქვია, რეიჩელთან მეთქი რაღაც საქმე იყო და ძალიან სტერეოტიპული, ძალიან ტიპიური, ძალიან კლიშე. რაღაც წავიდოდა, მაგრამ აი ძალიან გამიხარდა, რომ აუ კი ძალიან მეშინდა, იმიტომ რომ ისე რაღაც თვითონ მონტაჟიც იყო ისე ჩადებული გახედვები რაღაცა თვითონ მოქმედება როგორ ეპყრობა აი ეს ეტლით რო გაუშვებს და აი ქურთუკს რო მოახურებს და აი რაღაც ესეთი ეს რომ ამერიკული იყო უეჭველი ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსნებოდა იმით რომ ხვალობა ზოში ერთადი ხო კი ეგ კი და მაგიტო მეც ეგ შიში ნაღდად ჰქონდა და ძალიან მიხარია რომ ეგრე არ მოხდა იმიტომ რომ ორივე პერსონაჟი ბევრად უფრო საინტერესო დარჩა ეს რო არ მოხდა ნამდვილ მე და აგნესე ვისაუბრო იმიტომ რომ პირველი წინადადება რაც ამ პერსონაჟის გასწრებით დაწერილი არის რომ ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ჩემთვის ამ ფილმში არის ზუსტად აგნესი და აი ძალიან მოკლედ და მგონია რომ ძალიან ბევრი რაღაცა სახეობის დამსახურება კი ჩემი ფავორიტი პერფორმანსი არის ამ ფილმში ალბათ რატო ვთვლი რომ ყველა საინტერესო პერსონაჟია ასე რომ ჩამოვთვალოთ ხო ნაჩვენები თუ ნახსენები არიან ესე იგი მშობლების მამა, დედა, შვილი, დები და რაღაც შვილიშვილი ასე შემდეგ. ეს პერსონაჟი არის, ვინც ყველაფერს აერთიანებს. თვითონ არის ყველაფერი, მედიატორი. კი, ან თვითონ შვილიც არის, თვითონ დაც არის, თვითონ დედაც არის, თვითონ მსახიობიც არის, თვითონ მაყურებელიც არის და თვითონ არის ეს ფილმი ხო მთელი არის რაღაც გამოკვლევა ხო ამ ფენების და კვლევარიც არის თვითონ, ხო? რა როლსაც ასრულებს ამ ოჯახის დინამიკაში, რომ აი თითქოს მართლა ანუ ამ ორ ჯიუტ ადამიანს შორის ეს არის დამაკავშირებელი ხიდი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ფილმში იმ მონაკვეთებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ მოგვეწონა სახლის ისტორიას და ამ ოჯახის ისტორიას და თითქოს ის რომ ეს პერსონაჟი არის ზუსტად ისტორიკოსი რაღაც ძალიან უხდება. მე თვითონ მსახიობზე მინდა კიდევ დავამატო, რომ ხო ულამაზესი თვალები აქვს, მაგრამ მე ისეთი მეტყველი თვალები აქვს და იმდენ რამეს ამბობს. აი ის სცენა რო ერთ-ერთი სტუმრობის შემდეგ ნორა რო მიდის და ნუ ეს რო მიაცილებს კარამდე და რაღაც რო ნერვიულობს, რომ აი კარგად ხარ, ნამდვილად არაფერი მოხდა, კარგად ხარ და მე ბრუნდება თავის კვრის გვერდით ჩდება და არაფერს არ ამბობს და ხო შეიძლება რომ ანუ საერთოდ კამერა ანუ გადავიდეთ შემდეგ კადრზე move on. არა კამერა რჩება, იმიტომ რომ თითქოს მთელი ის ფიქრები, რაზე ნერვიულობს, რატო აქ სანერვიულო თავის დაზე, რა მოხდა წარსულში, თითქოს მაგაზეც კი გაფიქრებს. მანდ დავფიქრდი მე მგონი პირველად რომ როგორც ჩანს ნორამ წარსულში შეიძლება
სუიციდის სწავლა ქონდა ან რაღაცა ეგეთი. აი, ძალიან ბევრ რაღაცას ამბობს ამ ადამიანის სახე და აი ძალიან მარტივი მოძრაობა, თავის მოძრაობა ან სხეულს, აი ძალიან ადამიანური და ძალიან ბუნებრივი და ესეც რა ვიცი, ძალიან ვაფასებ. ერთი მინდა კიდე თქვა რა. თქვი, ჩახტებულები რო არიან. ზოგადად მელოდრამატული ფილმი არ არის, მაგრამ და აი ბოლოსკენ აი საწყობი იმ სცენარს რო წაიკითხავს და ეს რო ეუნება მიყვარხარო. ზოგადად კაი ხანია ფილმებში, რა ძალიან მაგარი, ძალიან პროფესიონალი, აი ყველაზე უმაგრესი მსახიობებისგანაც სიტყვა მიყვარხარ არ გამიგია ისე რომ დამეჯერებინოს მათთვის. და აი ეს იყო ძალიან მაგარი ეპიზოდი, მიყვარხარ და მეც მიყვარს ის გაცინება, ცხვირში და პირში მომდგარი ცრემლები. ერთ-ერთი რაც ჩავინიშნე მაგ ფილმიდან ესე სასიამოვნოდ გაუცებულმა იყო ეგ, რომ მეთქი კიდე არის მსახიობები, ვისაც სიტყვა მიყვარხარ შეუძლია თქვას ბუნებრივად. ნურასეს როდესმე მივიდი ორი სიტყვა. რამე ვაფერსო. მაშინ მოდი ჯერ პროფესიიდან დავიწყოთ რაღაც იყო მამა რეჟისორი და თვითონ რომ მსახიობია. ამ გუსტავის ფილმების რეტროსპექტივა რო და იმ ფესტივალზე რო ამბობს ჩემი ქალიშვილიო, რო ლაპარაკობს, უცებ მგონია რომ საუბრობს ნურაზე. და მე რო ვიგებ რომ ეს არის აგნესი და არა ნურა და ნურასის მსახიობობა არის აი ზუსტად იმ ყველაფრის შედეგი, რაც მან გამოიარა. რომ აი მამის პროფესიას ასე რო დაუკავშირდა. ეგ ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო ეგ ზუსტად რამდენად მართლა ერთ სფეროში არიან ხო რეალურად ანუ რეჟისორი მსახიობი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და ახლოს უნდა იყოს და ის არის თეატრის მსახიობი და მამას თეატრი არ უყვარს. აი ეგ უნდა აი გარი კიდე ძალიან მაგარის რომ ძალიან კაი დეტალი. აი ეგეთი დეტალებისგან შემდგარი ფილმი რო არის, მაგიტო არის ძალიან კარგი და აი ისე შემილია რომ აი ვერ ვიტყვი რომ აი მაგარი ფილმია, იმიტომ რომ აი ის ძალიან მაგდებს ის კალაპოტიდან ის მომენტები და დღესაც იმ გადარბენებში ის ეპიზოდი არ მინახავს, რა ქვია. მონტაჟით ეს რო გადა. ეხა შე რო არ გეხსენებინა ეგ სცენა, საერთოდ არ მახსოვდა. მეც არ მახსოვდა. დამოვარდნილია. მეც არ მახსოვდა დღეს გადარბენით რო ვუყურე. ხოდის მოგონებების ის უბრალოდ იმდენი ხანი აქ დათმობილი რომ ძალიან მომდობე რომ არ ხო პირველი კიდე ხო დასაწყისია და რაღაც ანუ გინდა არ გინდა უნდა ნახო რა ხდება და აი მე აქ ისეაც საინტერესო რაღაც რო ხდება და უცებ აი ძალიან არ მაინტერესებდა ამის ბებიის ამბები აი ძალიან ბოდიში მაგრამ არ მაინტერესებდა კარგი მაშინ ხო ნორა ხასიათის განსხვავებაც აგნეს და ნორას შორის ძალიან კარგად ჩანს რეალურად ეგეც ძალიან საინტერესოა სტერეოტიპულად მე მგონი მე არ ვიცი დედის ერთა ვარ, მაგრამ ესე არის მე მგონი გავრცელებული უმცროსი შვილი უფრო რებელა და ისეთი აი ჯიუტი ხასიათის უნდა იყოს, ვიდრე მე შემილია გითხრათ, მე შემიძლია დაგეთავო, კი. ხო. და უფროსი შვილი როგორც წესი უფრო რაღაც დასტოინი, დინჯი და ასე ხრად სამ შემთხვევაში აშკარად არ არის ესე. და აქ ეგ როლებიც შებრუნებული იყო და ხშირად გვაუწყდება ხოლმე რომ სტერეოტიპი ანიშნავს იმას რომ ყველასთვის ეგრე ხდება მით უმეტეს როცა ოჯახს ეხება ოჯახი არის ისეთი ცოცხალი ორგანიზმი რომ ანუ არ ვიცი მაჩვენეთ ორი ერთნაირი ოჯახი შეუძლებელია იმიტომ რომ იქ ოჯახური დინამიკა ისტორია ყველაფერი არის ძალიან განსხვავებული და ამიტომ არის რომ მე მგონი არასდროს არ დაძველდება ასე ვთქვათ ოჯახზე გადაღებული ფილმები. მიუხედავად იმისა, რომ ნორას პირად ცხოვრებაში უფრო შევდივართ, ნორა ბევრად უფრო საიდუმლოებით მოცული პერსონაჟია, ვიდრე ყველა დანარჩენი ფილმში. ეგეც ძალიან საინტერესო, რასაკვირველია, ძალიან საინტერესო ხდის მას. და ნორასთან დაკავშირებით მე მგონი ეს მონაკვეთიც უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ეს არის თორსები ერთადერთი მომენტი, როცა ფილმის სათაური ნახსენებია დიალოგში და ეს არის როცა აგნესი აწვდის უბრალოდ სანამ მიაწვის ამ ვაზას სანამ ვაზაზე ტყვის ეს რაღაცას ამბობს რომ რამე არ გინდა მაინც სენტიმენტალური ღირებულება აქვს და მე ხდება ესეთი რაღაც რომ ნუ მამამის რო ხედავს და რა თქმა უნდა ეს ყოველდღე ბუნებრივი რეაქციაა რომ ბარბის რასაკვირველია და თავიდან რაღაც იფიქრებ რომ ანუ ისეთი მოულოდნელი რაღაცა თან ანუ ამ რეიჩელთან ერთად რო ჩდება რომ ეგრევე გაიქცევა მაგრამ ამ ვაზას იღებს და ვაზასთან ერთად გარბის რაც ძალიან სასაცილო და ძალიან საყვარელი სცენაა თვითონ ეგ ვაზით მორბენალი
ნორა. უფრო რანით მორბენალი ხო არის, ეს არის ვაზი. შინაარსობრივად, ანუ უფრო სიმბოლოდ რო აღვიქვათ ეს ვაზა და მით უმეტეს როცა აგნესმა სენტიმენტალური ღირებულება უწოდა ამას და როცა ფილმს ქვია სენტიმენტალური ღირებულება იმას უსვამს ხას რამდენად შეუცვლელია ადამიანის ბუნებაში ფსიქიკაში ხასიათში ზოგადად ადამიანისთვის ბავშვობის ისტორიები და ის თუ საიდან მოვდივართ თითოეული ჩვენგანი. აი ამ წამს ფიქრი სხვათა შორის რომ ეს რო ყოფილიყო ძალიან აი მაგალითად შემოსულიყო მამამისი ლაპარაკა ძალიან ისე ჩვეულებრივად რო გაგრძელებულიყო შეიძლება ეგ ვაზა დარჩენილიყო კიდეც მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ასე აი უეცარი ემოციური რაღაც ჯახი იყო მაგისთვის რომ მოვიდა ის და ძალიან ინსტინქტურად მოუწია, ძალიან ინსტინქტური მოქმედება რაღაც იყო. ხო, ანუ მისი ნაწილია ეს. გააზრებულ მომენტში რომ ავიღო არა ვიღო შეიძლება დაეტოვებინა. რაღაც ამ მე როგორი წარმოდგენაც მაქვს ამ პერსონაჟზე როგორც ადამიანზე, მგონია რომ დატოვებ და რაღაც იცი როგორ რომ ეს სენტიმენტალურობა და სენტიმენტალური ღირებულება და მგრძნობიარეობა სიჯუტე აჯობებდა მაგას. აი მაგას და ჯინაზე დატოვებდა. კი. ზუსტად თქვენმე გამიგეთ. მაშინ აი სიმბოლოები ვახსენეთ და სიმბოლოებზე ვილაპარაკოთ მაშინ და პირველ რიგში რასაკვირველია თოლიაზე უნდა ვილაპარაკოთ. ის სპექტაკლი რომელშიც ნორა თამაშობს არის თოლია ჩეხოვის და რაზე არის ეს სპექტაკლი იმაზე რაც არის ფილმი ხელოვნებაზე, სიყვარულზე, ოჯახზე, რაღაცა ერთმანეთის გაუცხოებაზე, გაუგებრობაზე, შერიგებაზე, ანუ ამ ყველაფერზე და ხომ იმიტომ მომეწო რაღაც ინტერვიუები არის ჩაგდებული და ესეც იყო ერთ-ერთი ასეთი სიმბოლო მინიშნება როგორ შეიძლება განვითარდეს გუსტავი რო ამბობს რომ ჩეხოვის წაკითხვა მირჩევნიაო ფილმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო თვითონ ეს ფილმში ანუ რასაც გუსტავი იღებს ეგ არის კიდე ძალიან საინტერესო რეიჩელი ძალიან დარწმუნებულია და ძალიან თხოვს რომ დედაშენზე მომიყევი და გუსტავი ეუბნება რომ ეს დედაჩემზე არ არის ისეთ რაღაცებს უყვება და ის რაღაცებს ეუბნება რომ რეიჩელთან ერთად ალბათ მაყურებელიც ფიქრობს რომ დედამისი უნდა იყოს წესით კატეგორიულად უარყოფს რომ ეს ფილმი არ არის დედაჩემზე არა და რასაც ყვება ემთხვევა ერთ-ერთში სცენარს ფილმი ერთდროულად არის თვითონ გუსტავზე დედამისზეც რაღაცწილად არის ასევე ნორა ასევე კი არის ნორაზე თავის შვილიშვილზე და ეს შვილიშვილი აი ის თავის თავს რო ვამბობთ ანუ ამერიკის შვილიშვილს უფრო აღვიქვა როგორც შვილიშვილს მისაც მაგრამ თანამდროს ამ გუსტავის ერთგვარ განსხეულებადაც რა კიდე კაი ახსენე იმიტომ რომ შეიძლება დავიწყებოდა არა და ერთ-ერთი დეტალი რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ ფილმში იყო როგორ პარალელურად ვითარდება მაყურებლისთვის ერთი ის რომ ვიზეა ეს გუსტავის ფილმი პარალელურად ვითარდება იქაც თავიდანვე ხო არ გვაჯახებენ იმას რომ ნორას სუიციდის მცდელობა ჰქონდა და ეს ღრმად შევდივართ მის ფსიქოლოგიაში და უფრო ვიგებთ რამდენად ხო დეპრესია ასე შემდეგ და რადგან აი ზუსტად პარალელურად ვითარდება თან აი ორი ხაზია ესე და რაღაც მომენტში მახსოვს რომ გავიფიქრე რომ ეს პერსონაჟი ნორა ხო არ არის და მე რომ მართლა ნორა აღმოჩნდა მივხვდი ეგ იყო ზუსტად გამიზნული პარალელური თხრობიდან გამომდინარე რომ მაყურებელიც მივხვდარიყო რომ ნორამდე მივხვდა მოკლედ მაყურებელი თითქოს ანუ მე პირადად იმ მომენტში არ გამიგია რომ ეს პერსონაჟი ნორა იმიტომ რომ რავი იქამდე ვიფიქრე და მე უბრალოდ ძალიან სასიამოვნო იყო რომ მართლა ეგრე აღმოჩნდა ეს კაფეში რო ხდებიან რო ეუნება რომ შენთვის არის ეს როლი რომ შენთვის დავწერო აი მანდ უკვე მე პირადად მანდ უკვე ის ფიქრი გამიჩნდა რომ ნორაზე უნდა ყოფილიყო აი ზუსტად მაგიტო რომ ეს როგორც იწყება ფილმი ეს პანაშვიძე თუ რაც ქვია რა მან რო ხდებიან ერთმანეთს და უკვე რასაკვირველია განწყობას ორივეს ერთმანეთის მიმართ რაც ძალიან კარგად ხდებით და ჩანს ეგ აი ეს ეხლა რა ვთქვი გუსტავზე რომ მას არ შეუძლია ასე ჩვეულებრივად დიალოგი ჰქონდეს თავის შვილთან და მე რეუბნება რომ აი შენთვის დავწერე ეგ როლი მან უკვე ეგ
მქონდა რომ მეთქი ნურაზე ხო არა. შენთვის დავწერე ხო რეალურად ანიშნავს შენზე დავწერე, ანუ ხო და მე ეგრე დავინახე და იქ პლუს მე რეიჩები რო თმას იღებავს და მეთქი ხო ეგ რა თქმა უნდა უკვე ბოლო იყო სიგარეტის სცენა გარეთ რო არიან გამოსულები და რო ეწევიან აუ ეგ სცენა იყო უტოპესი ჩემთვის. აი ბოლო უსიტყვო დიალოგს მაგალითად ეგ სიტყვა ეგ სცენა მირჩევნია. იმიტომ კი არა ვის არ ვარგოთ, უბრალოდ ეს სცენა იყო ძალიან მაგარი. ხუნა კარგად იყო მონტაჟი და კამერის ამბავი ძალიან კარგად იყო ჩართული, იმიტომ რომ რაღაც რო ენაცვლება ეს თვითონ გაკიდების სცენა, მე რაკურსები როგორი იცვლება ეგ ძალიან მაგარი სცენა იყო ეს ყურადღების გამახვილება მზერაზე, მე ხინილზე. სასოჩი რაღაცა მოხდა, კამერა გაგვეთიშა და ეხა უცებ ისედაც ბოლოში ვიყავდი გასულები და ბოლო სცენაზე ვისაუბრეთ და სახლის სიმბოლოზე და სახლის მნიშვნელობაზე. ის სახლი სადაც ისინი ცხოვრობდნენ, თავდაპირველად არის სხვაგვარი და მე რემონტს გააკეთებენ, ევრო რემონტს გააკეთებენ და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ბზარი, რომელიც ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა და ნურას მდგომარეობას განასახიერებს, საძირკველიდან ამოსული ეს ბზარი, რომელიც ნურას ოთახს დაუყვება, ანუ ეს ყველაფერი არის შეკეთებული, გამთერებული, განახლებული და სახლი, როგორც ასე ვთქვათ, ოჯახის სიმბოლო, ხო? არის უკვე გაკეთილშობილებული, რაც ამ ოჯახის მდგომარეობას წარმოაჩენს. აქ ასევე მნიშვნელოვანი არის სახლი გუსტავის ფილმში და თათა შენ ძალიან ლამაზად თქვი და გაგვიმეორე. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ არემონტებენ იმისთვის, რომ უბრალოდ ამ სცენარს მოარგონ და აქ გადაიღონ ფილმი, მაგრამ რეალურად ასე არ არის. პავილიონს აშენებენ ცალკე იმისთვის, რომ ეს ფილმი გადაიღონ. ჩნდება კითხვა, რატო ხდება ესე? ასეთი მოსაზრება გამოვთქვით ჩვენ, რომ შესაძლებელია ეს გამოხატავდეს გუსტავის პიროვნულ ცვლილებას იმ მხრივ, რომ თავარი პრობლემა რაც მის შვილებს განსაკუთრებით ნორას ჰქონდა მასთან როგორც მამასთან იყო ის რომ მთელი ცხოვრება, მთელი მათი ბავშვობა შეალია ხელოვნებას, კინოს და იყო ამით შეპყრობილი და ოჯახს ყურადღებას არ აქცევდა. ფილმმა მოკლედ ამით გამოხატა ის, რომ გუსტავმა გამიჯნა სახლი და სამსახური. ეგ არის საინტერესო, რომ ფაქტობრივად ამ ოჯახის ერთიანობის რღვევა რამაც გამოიწვია ეს იყო ხელოვნება და ამ ოჯახის გაერთიანება რაც გამოიწვია იყო ასევე ხელოვნება. პიკასოს სიტყვები გამოხსენდა თქო, ხელოვნება ცხოვრების ჭუჭყს სულიდან ჩამორეცხავს. და ეს ფილმი არის ამ სიტყვების ძალიან კარგი გამოხატულება. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი განხილვა. კიდე დაგვჭა ოსკარები და რაღაც ფილმები გასახელველი, დაგვიწერეთ კომენტარებში რომელს უფრო ისურვებდით. რაღაცები უკვე განხილული გვაქვს და ვიდეოს აღწერაში აუცილებლად დავურთავ ლინკებს იმ ფილმების განხილვების და ჩვენი ოსკარები ვოლ 2 გამოვა აუცილებლად. აბა ნახვამდის.